გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და 2 დღის წინ საუბრობდი რომ ადამიანების ჩაცხრილვებს ქუჩაში ამართლებენ იმით რომ კრიმინალებს ეძახიან თქო და ამასთან დაკავშირებით საუბრობს ზუსტად ნანული ჟორჟოლიანი. ეხლა ძალიან პატარა მონაკვეთი ვნახოთ ნანულის ბოდვებიდან და მე გავაგრძელებ საუბარს. ჩადენილიო და რაღაცა დანაშაულებს შინაარს განმარტავს. ამას ამბობს ქალი, რომელმაც ვაზაგაშვილს დაუდგა ძეგლი. იმ ვაზაგაშვილს, რომლის გასამართლებასაც ამ დრომდე ითხოვს გაბუნიების ოჯახი. და იცით რატომ ითხოვენ გაბუნიების ოჯახი? იმიტომ რომ მათი ინფორმაციით, გაბუნიების ინფორმაციით და სანდო წყაროზე დაყრდნობით, როგორც ისინი ამბობენ, მათი ოჯახის წევრი ახალგაზრდა ბიჭი. სწორედ ვაზაგაშვილმა, როგორც ისინი ამბობენ, მე-16 სართულიდან გადააგდო. ჯერ სცემა, მერე გადააგდო და ბიჭის თავის გადარჩენა რო უნდა და დღეს ძმამის დამიყვებოდა ზუსტად ფეხებს ხელებზე ფეხები უთხრეს და იძულებული იყო ხელები გაეშვა და მე-16 სართულიდან გადავარდა. და აი ამის მოკლედ ნანული ჟორჟოლიანი, რომელიც გვევლინება თითქოს იყოს სამართლიანი სახელმწიფოსთვის მებრძოლი ადამიანი და დემოკრატიისთვის მებრძოლი ადამიანი, დგას პირდაპირ ეთერში და ჩვეულებრივი, დიქტატურული რეჟიმის სახელმწიფოებში რო სპიკერები დგანან და საუბრობენ, ერთ-ერთში ასეთი გამოსვლა აქვს და რას იძახის, ხო? ყველაზე მთავარი რა არის, რომ თურმეო გაბუნიების ოჯახის ინფორმაციითო სანდო წყაროზე დაყრდნობითო ვაზაგაშვილმაო მათ მოუკლა შვილიო და დღემდეო ეს ოჯახი ითხოვს ვაზაგაშვილის გასამართლებას. ნანუ შენ რო რაღაცებზე პრეტენზია გაქვს და რო ტიპობ, ელემენტარული რაღაცები უნდა იცოდე, ჩემო კარგო. მაგალითად ის ელემენტარული, რომ ესე ვიღაცის ნათქვამზე და ვიღაცის წყაროზე რაღაცა ნასაუბრებით არ შეიძლება, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ მიხვიდე და ადამიანს გაუხრიტო თავი. მე ვიცი, რომ შენ ძმაც ყავს და ბიჭიც გეზდება, შვილი და ღმერთმა კარგად გიმყოფოს ორივე, მაგრამ ეხლა რომ მე დავდგე აქ და დავიწყო საუბარი, რომ ნანუკას ძმამ თქვა, ვიღაცა მოკლა მეთქი რა. და ვიღაცას წყარო მომიყვა თქო, რომ მივიდნენ და გაუხრიტონ თავი, გამოხვალ და იტყვი, რომ მოსაკლავი იყო იმიტომ, რომ ვიღაცა ლაშა კურტანიძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ ჩემა ძმამ ვიღაცა მოკლავს. სწორი იქნება ესა? ხო არ იქნება სწორი. ამას ვიძახდი ზუსტად იმ წინა ვიდეოში, სადაც დედას ვაგინებდი იმ ადამიანებს, ვინც აი ამ 200-მდე ახალგაზრდის ქუჩა ჩაცხრილვებს ამით ამართლებს, რომ თურმე კრიმინალები იყვნენ. მეორე, აქვე იძახის ჟორჟოლიანი, რომ ეს გაბუნიების ოჯახიო დღემდე ითხოვს ვაზაგაშვილის გასამართლებას. სწორედ მაგაშია საქმე ნანული, რომ თქვენ სასამართლომდე არ მიყავდათ ხალხი. რატომ არ გაასამართლეთ ვაზაგაშვილი? რატომ არ დაიჭირეს ვაზაგაშვილი და რატომ არ მიიყვანეს სასამართლოში და რატომ სასამართლომ არ გადაწყვიტა ვაზაგაშვილი მკვლელი იყო თუ არ იყო მკვლელი თუ დამნაშავე იყო თუ უდანაშაულო? სწორედ ამაზე მაქვს საუბარი, რომ ადამიანების სიცოცხლეს ადამიანებს უნდა ეცოცხლათ თუ უნდა ადამიანები დაეხოცათ, წყვიტავდა მერაბიშვილი, სააკაშვილი, ახალაიები, კოდუები და ვიღაცა ავადმყოფები და ეს არის უბედურება და შენ დღესაც გახარ და შენში არაფერი არ შეცვლილა და დღესაც დარწმუნებული ხარ შენ იმაში, რომ თურმე სწორად ხოცავდნენ ქუჩა ადამიანებს. ეს არ არის სწორი, ეს არანაირი გაგებით არც სამართლებრივი კუთხით, არც ქუჩური გადმოსახედით, არც ადამიანური და არც საერთოდ არაფერში არ წერია ესეთი რაღაცა, რომ ესე იგი შენ გაიგერო ვიღაცამ რაღაცა გითხრა ვიღაცაზე, ისე რომ არანაირი ფაქტი არ გაგაჩნია სახელმწიფოს და მიდიხარ და კლავ ადამიანს. აი ამას ჟორჟოლიანი მაშინაც ტაშს უკრავდა და დღესაც დგას და ტაშს უკრავს და ამართლებს ამამებს და რავი რაღაცა კრიმინალები. კრიმინალი კიდევ ერთხელ გავიმეორებ. კრიმინალი რო იყო ის ვინ გადაწყვიტა?
ეგ არის უბედურება, რომ ადამიანების კრიმინალობას და არაკრიმინალობას და იმას ვის უნდა ეცოცხლა და ვინ უნდა ჩაეცხრილათ, წვიტავდნენ დედამოტყნული ნაცები. და იმიტომ ვიძახი, რომ კი, ყველა ნაცის დედა მოუტყან და ყველასი თქვენი დედა მოუტყან, ვინც აი ამ ახალგაზრდა ბიჭების წინ დაუკან ხოცვას, ტაშს უკრავთ და იმით ამართლებთ, რომ აბა რა კრიმინალები იყვნენ ძმაო, რას ნიშნავს თქვენ დედამოტყნულებო? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეხლა რომ ვიღაცას მოელანდოს რა, ნანუკას შვილი ან ძმა ან მამა, რომ რაღაცა კრიმინალია და მიადგნენ და ჩააცხრილონ და დაუმთავრონ ყველაფერი, რას იტყვის ნანუკა? მოეწონება და იტყვის, რომ აი კრიმინალი იყო და იმი, ხო არ იტყვის ამას. ნანუკამ ძალიან კარგად იცის სინამდვილეში, რასაც აკეთებდნენ და ვინც არიან თვითონ. ყველაზე კარგად ნანული მიცის თავისი თავი ვინც არის და კი ეგენი არიან, ჯალათები არიან, დიქტატორები არიან. ციხეებშიც ესე ვიღაცა ფაცაციები, მუხაძეები და ვიღაცა ყლიშვილები წვიტავდნენ, ვინ უნდა ცემაში მოეკლათ, ვინ უნდა მოეტყნათ, ვინ უნდა დაინვალიდებინათ, ვისთვის უნდა ცოლის და შვილების სურათები ეჩვენებინათ იქ და ადამიანებისთვის გულები ეხეთქათ, რა კაი ცოლი ყავს, რა კაი შვილი ყავს, შენ რო აქ ხარ, მოკლედ აღარ მინდა ეხა ამ ამბავში სიღრმეებში ჩავიდე კიდე, მაგრამ გამგები ძალიან კარგად გაიგებს აზრს, რასაც ვიძახი. ასე რომ აი ეს არის ამ ნაბოზრების ნამდვილი სახე და ვიღაცებს სჯერათ, რომ ესენი არიან დემოკრატები და ესენი არიან სამართლებრივი სახელმწიფოსთვის მებრძოლები. აი ასე ძალიან რომ რუსები არ გიყვართ და აგინებთ, რუსეთში არ ხოცავენ ესე ადამიანებს და აი კადიროვი რო კადიროვია, შეიძლება ერთი 50 კაცი ყავდეს აი ესე დაცხრილული და შეიძლება მაგდენიც არა უდანაშაულოდ ქუჩა-ქუჩა თავისი მმართველობის დროს და სააკაშვილმა 200-მდე ახალგაზრდა ქუჩა-ქუჩა ხოცა და 500 კაცამდე კიდე ციხეში მოკლეს ადამიანები და ერთი 2000 კაცი კიდე ინვალიდი დატოვეს და რა ვიცი ეს თუ აია და აი ამ ჯენზი თაობას მოგმართავთ რა თქვენ თუ ეს სწორი გგონიათ არ ვიცი ბავშვები ხართ და აი შტერები ხართ ალბათ თორე ღმერთმა დაგიფაროთ პირველ რიგში თქვენ რომ აი ეს ნანუკა ჟორჟოლიანები და სააკაშვილები და მერაბიშვილები და ვიღაცა ნაბოზრები რომ მობრუნდნენ ამ ქვეყანაში თორე თქვენ საკუთარ ყავზე გამოცდით იმას, რასაც ნანუკა ლაპარაკობს და პირველ რიგში თქვენ მოგდგებიან, თქვენ ხოცვას დაიწყებენ, თქვენ დაჭერებს, თქვენ წამებებს და აი მე შეიგრძნობთ და საკუთარ ყავზე გამოცდით, რაც წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობა და ვის გვერდით გახართ და იბრძვით იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ისევ მობრუნდეს რეჟიმი, რასაც ქვია მართლა, რომელიც ყველანაირი სასამართლოს და გასამართლების გარეშე ადამიანებს ქუჩა-ქუჩა ხოცავდა და დღესაც დგანან და ამას ამართლებენ იმით, რომ თურმე კრიმინალები დახოცეს. ეს არის რისი თქმაც მინდოდა და არ ვიცი, უნდა ცხვენოდეს ჟორჟოლიანს ამას რო ლაპარაკოს, მაგრამ რისი უნდა არ ვიცი, ხო რა, პრინციპში ჟორჟოლიანს რო რა სირცხვილის და ნამუსის რამე გრძნობა გააჩნდეს, ამდენსაც რა თქმა უნდა აქამდეც არ ილაპარაკებდა, მაგრამ ჩვეულებრივი უნამუსოები არიან, რომლებსაც უნდათ რომ ისევ ძალაუფლებად ჩაიგდონ ხელში, ისევ ადამიანები ჩაგრონ და ისევ თვითონ იყვნენ ამ ქვეყანაში ყველაფერი ზუსტად ისე როგორც ნაციონალური მოძრაობის დროს იყო ნანული ჟორჟოლიანი ერთ-ერთი აი ესეთი ტიპი, რომელიც რასაც უნდა იმას აკეთებდა და რა ვიცი, როგორც უნდა ისე დადიოდა, როგორც უნდა ისე ცხოვრობდა, ვისაც უნდოდა თავის ქმარს, იმას გაალახინებდა, იმას დააჭერინებდა, იმას მოატყუნებინებდა და აი ამ ბოროტ ადამიანებს აი ეს ძალაუფლება რო აღარ აქვთ, იმიტომ არიან რომ თავს იკლავენ და იმიტომ არიან ამ დღეში რა დღეშიც არიან, მაგრამ აღარასოდეს აღარ მოხდება ამ ქვეყანაში ის, რომ ჟორჟოლიანების გასაქანის და რა ვიცი, IQ-ს მატარებელი ადამიანები მობრუნდნენ ამ ქვეყნის ან ხელისუფლებაში და ან რაღაცა ელიტები ეწოდოთ და ან საერთოდ რამეს რო წარმოადგენდნენ. არა, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ბოროტი დედამოტყნულები და ყოველ ჯერზე ამას ამტკიცებთ ყველა თქვენი ინტერვიუთი, ყველა თქვენი გამოსვლით, ყველა თქვენი საქციელით. ეს არის რისი თქმაც მინდოდა დღეს.